3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოვის არხზე ხართ. დიდი ხანია ვიდეო არ გადაგვიღია, იმიტომ რომ როგორც იცით, უკრაინაში ახლა ომია. ჩვენ სხვაგან გავიქეცით. მართალია? ხო, იმიტომ რომ ბომბები და რაკეტები ჩვენ სახლს დაეცა. ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ და თქვენ ძალიან მოგვენატრეთ. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. ჩვენი გამომწერები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასები ხართ. ამიტომ როგორც კი შეგვეძლო გადავწყვიტეთ თქვენთვის ვიდეოს გადაღება. ახლა კი ისევ ერთად ვიქნებით. Yes! დაალაიქეთ ვიდეო თუ ბედნიერი ხართ რომ დავბრუნდით. და თუ თქვენს მოგენატრეთ. იცით, სანამ ჩვენ წასულები ვიყავით, YouTube-ზე ახალი და ძალიან საინტერესო ტრენდი გამოჩნდა. რა ტრენდი? სერიოზულად ამბობ? ამ ვიდეოს შენ ჩვენთან ერთად იღებ. არ ვიცი რა ტრენდია. მე ბევრი სტრესი გადავიტანე. ბევრი ვინერვიულე. მეტი სტრესი აღარ გვექნება. მაყურებლებო, მოდით ითამაშეთ ჩვენთან ერთად. მე ჩავიფიქრებ პერსონაჟს და ვინც პირველად გამოიცნობს, სახელი დაწერეთ კომენტარებში. ჩვენ ვნახავთ ვინ დაწერა პირველმა და ვინ აღმოჩნდა ყველაზე ჭკვიანი. ასე რომ ყურადღებით იყავით. ხო, მეც მაინტერესებს. ის ცოცხალი არსება. ეს დედა შენია? გაგიჟდი? როგორ უნდა მივხვდე? კარგი, დამშვიდი. ის არის ძალიან მაგარი ძაღლი, რომელიც კითხვებს პასუხობს. მე მგონია რომ ეს არის ჩუმად. მაყურებელმა გამოიცნო? ეს ბენია? ხო, ეს ბენია. და რას უპირებთ ახლა ბენს? არაფერს, შეხედე რა ლამაზია. დიახ, ძალიან კარგი ძაღლია. ხო, შენს კიკიზე და მაიკლზე უკეთესია. არა. გამომწერებო, დაწერეთ რომ მას უყვარს კიკი და მაიკლიც. ბენი კითხვებს პასუხობს. ხო. დაიმან მართოს ჩვენი ცხოვრება. რას გულისხმობ? ჩვენ ბენს ვკითხავთ რა გავაკეთოთ დღეს და იგი გადაწყვეტს აბსოლუტურად ყველაფერს. კარგი იდეა. მაშინ მოდი დავიწყოთ. კარგი ბენ, გინდა ბოგდანმა ძროხასავით იაროს და ბალახი მოძოვოს? რა? მე ამას არ გავაკეთებ. და ეს არ არის შენი გადასაწყვეტი. ბენი გადაწყვეტს. ბენ? Yes! ეს რა სულელური თამაშია? თქვენი ბენი სულელურია. შენ არ აზღეინო ჩვენს პატარას. გაიქეცი ბორენკა. აქ ბევრი ახალი ბალახია. მე მალე დავბრუნდები. მიდი ბორენკა. აბა კარგად. ამას როგორ დავთანხმდი? მე მათ რაღაც უნდა მოუფიქრო. რომ გაიგონ როგორი ცუდია ამის გაკეთება. ჰეი, მაიკლი და კიკი იქ წასულან დოდეს მე მოსასაქმებლად, სადაც ბოგდანი ბალახს ჭამს. გონი კი, უთხრათ მას. არა, იქნებ ახლა ბალახს უკეთესი გემოც კონდეს. ჯანდაბა, ამ ბალახს უცნაური გემო აქვს. ცუდი არ არის, მლაშია. ასე რომ ახლა შურისძიების დროა. ახლა მე ვაპირებ თქვენთვის სურვილის თქმას. როგორი საშიში ხარ. ძროხა რომ გამხადეთ, ძე ძალიან უნდა გიყვარდეთ. გინდათ ხომ ალბათ რძე? რა შუაშია რძე? ბენ, მითხარი, გინდა ნიკოლმა და ჟენიამ პირში რძე ჩაიგუბონ და ერთმანეთს თვალებში უყურონ? რა სიტყვი? ბენ. მერე რა დაშავდება ამის გაკეთებით? ახლა კი გაიგებთ. კარგი. აბა მზად ხართ? მე ახლა თქვენ გაგაცინებთ. ცოტა მეც შემესხა. თქვენ მე ძალიან გამაბრაზეთ. ახლა ბენისგან რეალური დავალება გექნებათ. მეშინია. მოდი ვითამაშოთ თოჯინებით. მახსოვს ნიკოლი როგორ მაიძულებდა თოჯინებით მეთამაშა. კინაღამ მოვკვდი მოწყენილობისგან და სირცხვილისგან. არა, სულელო. ახლა ჩვენ გადარჩენის ლოტარიას თამაშობთ. ნება მომეცით გაჩვენოთ. მოდი წავიდეთ. ყოველ შემთხვევაში მაგარს ვერაფერს ვერ მოიფიქრებს. ასე რომ სანერვიულო არაფერია. გეთანხმები. გამომწერებო, რას ფიქრობთ? ვინ იფიქრებს უფრო მაგარ ჩელენჯებს? ბიჭები თუ გოგოები? თხოვთ დაწეროთ კომენტარებში და შეამოწმოთ რომელი ჩვენგანი უფრო მაგარია. კარგი, მომესით თქვენი ტელეფონები. რატომ გჭირდება ისინი? მე მალე გაიგებთ. კარგს ვერაფერს მოვიფიქრებ. ამიტომ სანერვიულო არაფერია. ასე არ თქვი? რატომღაც ეს სიტუაცია არ მომწონს? რას აკეთებ? მომეცით. მოდი ვითამაშოთ გადარჩენის რულეტკა ტელეფონით. ჩვენ დავდებთ თქვენს ტელეფონებს და ბორბის ქვეშ იქნებიან და ბენი გადაწყვეტს გადაუაროთ მათ თუ არა. ეს ჩემი ერთადერთი ტელეფონია. ეს არის ყველაზე ღირებული. ეს არის ყველაზე ძვირფასი რაც მაქვს. YouTube-ი მანდ მაქვს, თამაშებიც მანდ არის. არ გაბედო ჩვენი ტელეფონების გაფუჭება. უფლება არ გაქვს. მე შეიძლება არ მქონდეს, მაგრამ ბენს შეუძლია. რა იყოთ, შეგეშინდათ შიშარა ბიჭებო? არაფრის არ გვეშინია. ნახოთ. მაშ ბენ, გინდა თუ არა რომ მანქანა წინ წავიდეს? ბენ
უკვე მეგონა რომ მომიწევდა ტელეფონთან დამშვიდობება. მე ამას ვერ გადავიტანდი. ნუ ჩქარობ მოდუნებას, ბენმა რატომღაც არასწორად გაიგო. ჩვენ მას კიდევ ერთხელ უნდა ვკითხოთ. არა, არ კითხო, მეტის კითხვა არ შეიძლება. ბოდია დამშვიდდი. ბენმა თქვა არა, სხვათა შორის ნიკოლ, მომეცი აქ ბენი. უკვე რამე ახალი მოიფიქრე? ახლავე გაიგებ. ბენ, გინდა რომ ნიკოლმა დედა გაპრენკოს? რა? ეს კითხვა უადგილოა. მან არც კი იცის რა არის ფრენკი. კარგი. ბენ, გინდა რომ ნიკოლმა ჩუმად შეჭრას დედას თმები? რა? გაგიჟდი? ეს საშინელებაა. კოშმარია. ჯანდაბა ის მომკლავს. კარგი. მე შოკში ვარ. ეს ძალიან ძიმე ხუმრობაა. მისი ტელეფონის დავალებაც ძალიან ცუდი იყო. მოდი ბენს ვკითხოთ. ბენჩიკ, თხო, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, თხო, მე მიყვარს ზაღლები. და ჩვენს მაყურებელსაც უყვართ ზაღლები. სხვათა შორის მაინტერესებს რომელი უფრო უყვართ გამომწერებს, ზაღლები თუ კატები? დაწერეთ კომენტარებში. ბენ, გინდა ნიკოლმა დედას თმა შეჭრას? Yes! ეს ძალიან რთულია. არა. აუ რა იქნება? ისე კმაყოფილი ვარ. ეს ძალიან მაგარი დავალებაა. მე ხარ კმაყოფილი. მე თმას არავინ შემჭრის და ეს დავალება მე საერთოდ არ მომიფიქრებია. ამიტომ კმაყოფილი ვარ კი. მე გამიმართლა. აჰა, ძალიან გაგიმართლა. თან ძალიან მაინტერესებს როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. როგორ მაღიზიანებ ბიჭებო? თქვენ მე ყოველთვის პრობლემებში მხვევთ ხოლმე. მიდი, მე ველოდები როდის შეჭრი დედას თმას და ბენიც. ყოველთვის მე მევალება ხოლმე ან სერტიფიკატური რამეების გაკეთება. აი, როგორ შევჭა დედაჩემს თმა და თან გადავრჩე. ხელფასის ნახევარს მის გაკეთებაში გადაიხდიდა. ყველა სახის ნიღაბი, შამპუნები, აგრძელება. შემდეგ კი ნიკოლი მივა და მას ყველაფერს მოაძრეს. ასე რომ ერთი მხრივ მე ვარ მისი საყვარელი ქალიშვილი და მას ყველაზე მეტად უყვარვარ მსოფლიოში და იმედია იგი არ დამსჯის და მაპატიებს. თუმცა მეორე მხრივ მას შეუძლია გაბრაზდეს, რადგან ასაც გავაკეთებ, იმის დავიწყება ძალიან რთული იქნება და როცა გაიღვიძებს უკვე გვიანი იქნება. იგი ვეღარაფერს ვეღარ შეცვლის. კარგი, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. კიკი დედას ყავებზეა და ისიც ქერაა. რა მოხდება თუ ბიჭებს მოვატყუებ? ბიჭებმა თმის შესახებ ბევრი არაფერი იციან და კიკის თმას ვერ განასხვავებენ. ვერც კი შეამჩნევენ ვერაფერს. უცნაურია, ყვირილის ხმა საერთოდ არ მესმის. იქნებ ტანიამ მაშინვე ისე დასაჯა რომ ჩხუბი საერთოდ არ დასჭირდა. ისე ეს მართლაც ძალიან რთული დავალება იყო, არა? მე რაშუაში ვარ, მე არ დამივალებია. ბენის ბრალია, ცუდი ბენი, ძალიან ცუდი ბენი. დიახ, ყველაფერი შენი ბრალია. ის მოდის. რატომღაც ნაწყელად არ გამოიყურება? ძალიან უცნაურია. შენ მართალი ხარ? აი, უზერებო, დედის თმა. რატომ არის ასე ცოტა? დავალებაში არ იყო ნათქვამი, რამდენი უნდა იყოს. რატომ ასდის ზაღლის სუნი? ეს არ არის ზაღლი, ეს დედის შამპუნია. მას ზაღლის ძალა ჰქვია. მას სლოგანიც აქვს. თუ არ გინდათ თავზე გამონაყარი, გამოიყენეთ ზაღლის ძალის შამპუნი. მე მაგას არასდროს არ ვიყიდდი. შენი სუნელი თუ იმსჯელებთ, სხვა არც არაფერი გიყიდია. შენ ვისზე რას ამბობ? კარგი, მას ახლა ჩემი ჯერია? დაჩერდი, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. რატომ განსხვავდება დედა შენის თმისფერი ამ ფერისგან? ისი არ ვიცი, შესაძლოა მზისგან იყოს დამწვარი. ან იქნებ იმიტომ რომ ეს კიკის თმაა და არა დედასი? ასე რომ არ არსებობს ეს ზაღლის შამპუნი? ამისთვის შენ უნდა დაისაჯო. კარგი, დიახ, მოვიტყუე, უბრალოდ ძალიან რთული დავალება იყო. შენ აუცილებლად იმსახურებ ამის შემდეგ დასჯას. ხომასია ბენ. ბენ, შეგიძლია ნიკოს წყალი გადაასხა? ჩვენ არ შეგვიძლია მასთან კამათი. თქვენ ხართ ასუხისმგებელი ყველაფერზე. თქვენ უბრალოდ ძალიან ჯიუტები ხართ. ბენ, იქნებ ნიკოლმა ბოგდანს იღლიაში უნდა უსუნოს. ორი კვირაა ვამზადებ შენთვის. არა, არა უშავს, მაისის შოშანას სუნი ასდის, უბრალოდ ცოტა დამჭკნარის. ბენ, შეგვიძლია მისი თმა ერთმანეთზე დავაწებოთ? იღბლიანია, გაუმართლა. ბენ, არ ჯობია რომ გამიშვა?
Yes, მე თავისუფალი ვარ. ეს არ არის სამართლიანი. რეალურად ეს ბენის გადაწყვეტილებაა და სამართლიანია. და მეორეც, მე უკვე ბევრი ვიტანჯე და სრულად გამოვისყიდა ჩემი დანაშაული. მისმინე, მოდი გამომწერებისთვისაც მოვიფიქროთ დავალებები. მართალია, მოდი ბენს ვკითხოთ. ბენ გინდა ყველამ გამოიწეროს არხი, ვინც ახლა უყურებს ვიდეოებს და არ აქვს გამოწერილი? Yes! ვაშა! კარგი ბავშვებო, ეს ნიშანია და უნდა გამოიწეროთ. და თუ თქვენ უკვე არხი გამოწერილი გაქვთ, მაშინ დალაიქეთ ვიდეო. ასაკეთებთ აქ? აქ ჩვენს ვხედვართ და ჩვენს ცხოვრებას ბენი აკონტროლებს. ბენი, ვინ არის ეს? და ის რატომ მართავს თქვენს ცხოვრებას? აი მე გაჩვენებ. ბენ გინდა ბოგდანმა ტანიას აკოცოს? კარგი, ახლა ეს უნდა გააკეთო. ტანია უწუხვარ, მაგრამ ეს არის ბენი. მე არ შემიძლია მასთან კამათი. აუ, ბოდია, ვაიმე რა ხდება? არავის კოცნა არ მინდა. ბენი მაინც საოცარია. ვეთანხმები, ჩვენ არ ვეუბნებით მას. მოიცა, კაჩერდი, მესმის რომ ასე ადვილად უკან არ დაიხევ. არა, ბენის სურვილი კანონია. მე შენ კარგად ვერ გამიზრდიხარ. აი, ხელზე მაკოცე. მართალია. მუა. კარგი, და ეხლა რატომ მოვედი? რომელმა თქვენგანმა მოაჭრა ტიკის თმები? მითხარით, ახლა იგი მეოთი ქალებით დადის. ეს მე არ ყოფილვარ და არც მე. ბენ, ეს ნიკოლი იყო? მოდი აქ, მოდი. 3, 2, 1, 0. თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ და არ დაგავიწყდეთ დალაიქება. იმედია ნიკოლი გადარჩება. დახვანდის. მოდი აქ.